როგორც ხედავთ აკადემიაში ძალიან დიდი პლუსია, მოკლედ განწყობა და ზენიც აღწევს, მშობლები, ბავშვები, ბებიები, ბაბუები აქტოვანებას ვერ მალავენ, ბავშვების ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი, რა თქმა უნდა თემატიკა არის საახალწლო, მიმდინარეობს ყიდვა-გაკიდვა და შემდეგ ამ შემოსული თანხით ბავშვები ისიამოვნებენ დახარჯავენ ამ ფულს ისე როგორც მათ ესურთ. მოდი ეხლა მე გავესაუბრები რამდენიმე მშობელს და გავიგოთ როგორი არის ემოციურად მათთვის დღევანდელი დღე. წავედით რა სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით როგორია ემოციურად თქვენ? უთა ქრისმას მარკეტია ჩვენთვის მთელი ევროპაში მოვიარე და ძალიან ემოციურად გახარებული ვარ რომ აქაც იგივე. დღევანდელ დღისთვის ძალიან განსაკუთრებით ვემზადებით უკვე მეორე წელიწადია. არის ჩვენი კლასის ბავშვების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები. ეს არის მისი მეგობრის მიერ შექმნილი და შევიძინეთ სამახსოვრად. მსგავსი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ბავშვებისთვის ისინი ხდებიან უფრო მეტად თავდაჯერებულები. ეს ღონისძიება ის საახალწლო ტარდება ჩვენთან სკოლაში, აკადემიაში ძალიან ბევრი წელია ახლა დაახლოებით 3 წელია, რაც ჩვენ ამ სკოლაში ვართ 4 წელი და უკვე 4 წელია რომ ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან მოხარული ვარ და ასევე ბავშვები ძალიან ხარისობენ, ძალიან უხარია თავიანთი ხელნაკეთი ნივთების ყიდვა-გაკიდვა. რა გქონდა წარმოდგენილი და დღევანდელ ემოციაზე რო გვესაუბრო? ძალიან ბევრი რაღაც გაქვს ჩვენ წარმოდგენილი და ძალიან მხიარულობა აქვს, სიხარულია და რავი, ყველაფერი. ხო არ გაგვიმხელ რაში უნდა დახარჯოთ შემოსული თანხა კლასმა? სადღაც წავალთ, ვიპიკნიკებთ და ასე შემდეგ. შენ რა სიტყვი? ძალიან კარგი მოწყობაზე ვარ დღეს და იმედი მაქვს რომ ფულს ავაგროვებთ, გავუკეთეთ ყველაფერი და სადღაც წავალთ ერთად. კარგი, მადლობა. მოდი პატარა გამყიდველებიც ვნახოთ. ნახოთ როგორ მიდის დღეს საქმიანობა, წამოქმევი. პაპა, მითხარი, ახლა შენს მაგიდაზე რა არის წარმოდგენილი და რა გაქიდე და როგორ მოგწონს დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე მომწონს, რომ ანუ კიდით რაღაცებს და ფულს ვაგროვებთ. კიდე მე რა გავყიდე? ავე 5 ლარიანები არის. კიდე 2 ლარიანები. რამდენი გამოგივიდა? ბევრი ფული გააკეთე? კი. ვინ არის ფინანსისტი, ვინ არის დღეს? შენ ხარ ფინანსისტი? მე სად გაქვს ფული შენახული? კონსულტანტი ვინ არის თქვენ შორის?